ფორმულა 1 მშვიდობის, სეტანტა სპორტსი და ვისოლი წარმოგიდგეთ გადაცემა ბოქსებს პატასთან და ლიოსთან ერთად. მოგესალმებით, ბრაზილიის გრან-პრის შემდეგ გიბრუნდებით და ბრაზილიის გრან-პრის განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ასე გვექნება ჩვენი რუბრიკები და მოდი დავიწყოთ, ხო? დავიწყოთ იმ ერთადერთი ვარჯიშით. ერთადერთი ვარჯიშით, სადაც გამოჩნდა ნორისის უპირატესობა და სადაც გამოჩნდა, რომ Red Bulls აქვს პრობლემები ისევ და ისევ. ანუ მექსიკის შემდეგ თითქოს უარესობისკენ წავიდა Red Bull-ი, Yuki Tsunoda საერთოდ ამოვარნილი იყო, ანუ ალპინზე უარესი იყო წარმოიდგინე და მაქსის ბოლიდიც ვერ იყო ვერც პარამეტრებით კარგად და ვერც სიჩქარით. Red Bull-ისგან მექსიკის მერე მით უმეტეს მეცელოდნენ ბრაზილიაში, რადგან მექსიკაში არ იყვნენ ისეთები, როგორიც სურდათ რომ ყოფილიყვნენ, მით უმეტეს რამდენიმე კვირის წინ იყო ხო ოსტინი და იქ საერთოდ ძალიან დომინანტური იყო მაქსი. ჯამში გამოვიდა ისე რომ მართლაც ლანდო ნორისი იყო ის პილოტი, რომელიც სულ ჩანდა, ხო? აი მოდი უცებ გადავიდეთ ბარემ სპრინტ კვალიფიკაციაზე, სადაც იქაც ლანდო ნორისი იყო წამყვანი ფიგურა და ზოგადად მთელი კი, აი მაგის თქმა მინდა, რა შენ თქვი ვარჯიშიდან დაწყებული მართლა ყველგან ლანდო ნორისი იყო და გასაგებია რომ მაკლარენი კარგია, მაგრამ ეს შიდა გუნდური თემაც ცოტა ისეა, ხო, ესე არ იყო მაკლარენში, რომ კი იყო უქმეები, სადაც ლანდო უკეთესი იყო, მაგრამ ხო, უქმეები, სადაც ოსკარი პირიქით ამტვერებდა ლანდოს, ხო? და არ დაგვავიწყდეს ასევე, რომ გვაშინებდნენ ამ შტორმით და წვიმით, და არაფერი არ მშრალი უქმეები მივიღეთ. ჩვეულებრივი სტანდარტული მშრალი მოღრუბლული უქმეები მივიღეთ. ასევე გამოჩნდა ანტონელი, რომ ძალიან მაგარ ფორმაში იყო ამ უქმეებისთვის, ეს ვარჯიშებზე გამოჩნდა უკვე მისი ტემპი, მისი გრძელი დისტანცია, რაც დაფარული ქონდა და Mercedes ჭირდებოდა რამოდენიმე გრადუსით ქვემოთ ჩასვლა კიდევ. ტემპერატურის, რაც მიიღეს სპრინტ კვალიფიკაციაზე, ამიტომაც იყო სპრინტ კვალიფიკაციაზე პირველ სეგმენტში 40 გრადუსზე ზემოთ იყო ტრასის ტემპერატურა და Mercedes ვერ ერგებოდა და როგორც კი 35-ს ჩამოწდა 30-მდე მივიდა ტემპერატურა, Mercedes-ებმა დაიწყეს სიარული და მეორე და მეოთხე პოზიცია დაიკავეს. ხო, აქ ფორმასაც თუ ავიღებთ Mercedes-ების, აშკარად ანტონელი უკეთესი იყო ამ უქმეებზე, ვიდრე რასელი არ ვიცი, მე შეიძლება იქ რაღაც თვითონ პარამეტრების პრობლემა ქონდა ჯორჯს თუ ასე შემდეგ, ფაქტია რომ ანტონელი ამ უქმეებზე აჯობა. ამ უქმეებზე, წინა უქმეებზეც, თუ არ აჯობა თანაბრად იყვნენ. ნებისმიერ შემთხვევაში ტოლი არ დაუდო და ზოგადად ამ ბიჭს, არ ვიცი, ბოლო პერიოდში აშკარად ძალიან სერიოზული წინსვლა აქვს და სერიოზული პროგრესი აქვს და არ დაგვავიწყდეს ასევე ბეირმანის პროგრესიც შევიყვანოთ ამ პროგრესების სიაში და რეგრესსაც ვიტყვი, მაგრამ ბორტოლეტოს საშინელი ბოლა იყო. ხო, ბორტოლეტო ძალიან ცუდი იყო. როგორ დაიმტვრა, ხო? მოდი სპრინტ კვალიფიკაციით გავყვეთ, სპრინტამდე მივიდეთ, სპრინტზე იმის თქმა მინდა, რომ აი იქაც გამოჩნდა, ხო? იქ თან ჩვენ ხო ვიცით, რომ სპრინტის შემდეგ უკვე კვალიფიკაციაზე პარამეტრების შეცვლა შეუძლიათ გუნდებს ისე, რომ არ დაჯანიმდებიან. და იქ რამდენიმე ისეთი ცვლილება, აი ზუსტად ეს სპრინტ კვალიფიკაცია, სპრინტი რატო ვამბობთ ხოლმე, ხო, რომ ფრთხილობენ. ზოგი გუნდი თითქოს რაღაც როგორ თქვა, ვარჯიშის მხრივ იყენებს ამ ყველაფერს. აი თუნდაც Ferrari ხო არ იყო კარგი სპრინტზე და სპრინტ კვალიფიკაციაზე, იქ ახლა სპრინტში მთავარი რაც მოხდა, მოდი ისე ვთქვა, მესამე მოსახვევში, სადაც ლანდო ნორისმა როგორც თქვი, ცავარცხელი გადააგდო ფაქტობრივად ისე რომ თვითონაც არ იცოდა ალბათ. და გაისროლა. ხო, ოსკარ პიასტრი, იქ კოლოპინტო იყო და ჰულკენბერგი, ეს იყო ალბათ მთავარი საკვანძო მომენტი სპრინტის და აი სპრინტის შემდეგ რამდენიმე გუნდის კონფიგურაცია შეიცვალა და უშუალოდ კვალიფიკაცია რბოლაში უკვე სხვანაირი გუნდები ვიხილეთ, ხო? თუ აი თუნდაც Ferrari-ს ველოდებოდით, რომ არაფერი არ გამოუვიდოდა ისევე როგორც ოსტინში, აქ Ferrari არ იყო ცუდ პოზიციებში რბოლაში, ხო, მესამეზე იყო შარლი. თუმცა ვერ ნახეთ, ხო, რეალურად Ferrari-ს ვერც ტორო მეხუთე წრე იყო, ხო, თუ რომელი წრე იყო? ჰამილტონი საერთოდ განადგურებული ჰამილტონმა გაინადგურა ბოლო პირდაპირ და ლეკლერი კარგი განადგურდა პირველ მოსახვევში. სპრინტზე კი ბატონო ლანდომ ისროლა სავარცხელი, თუმცა როგორი არა, ეგეც ნახეთ, მაგრამ ბოლოსკენ პრობლემები შეექმნა ანტონელის ხრიდან, რადგან ლანდო რბილი საბურავით იყო და ბოლომდე უნდა გაევლო ეს 100 კილომეტრიანი დისტანცია და რბოლის ბოლოსკენ უკვე ანტონელისგან ცოტა დაიბრესა და მაგრამ გადარჩა საბოლოო ჯამში ლანდომ მოიგო სპრინტი და ანტონელი გავიდა მეორე პოზიციაზე. მშვენიერი შედეგია ანდრეა კიმი ანტონელისთვის.
წავედით ძირითად კვალიფიკაციაში, სადაც პირველივე სეგმენტში საოცრად დიდი სენსაცია მოხდა, რომ Max Verstappen 2021 წლის შემდეგ პირველად ჩარჩა პირველ სეგმენტში წარმოიდგინეთ და Max-თან ერთად იქ ლუის გაუფუჭდა მერე კვალიფიკაცია, მოკლედ სენსაციები მოხდა და სენსაცია იყო ასევე ლეკლერის მესამე ადგილიც ჩემთვის. ხო, კარგი გაგებით სენსაცია იყო. წაღა რაღაცებს ვათვალიერებდი და 2006 წელს ჩარჩენილა ორივე Red Bull Interlagos-ზე, როცა კიმი ანტონელი ყოფილა 43 დღის. ესეთი სტატისტიკა ვნახე ჩვენს ჯგუფში. ხო და კიდე მან და თვითონ კვალიფიკაციაში ლეკლერს როგორც ჩვევია ხო ესეთი რაღაცა, რაღაც ბოლო წრეში აცოცხლებს ამ ფერარის და რაღაც ისეთ შედეგს დებს, რომელსაც მართლა არ ელოდები რა. ეხლა აი ფიზიკურად Mercedes-ს უკეთესი იყო ხო? არ ვიცი Red Bull-ის ესეთი ტემპის ვარდნა რატომ მოხდა მე მაგას ვერ ხო, რაღაც ამკვეთრი იყო. მაგრამ ბოლისთვის უკვე მანქანა ძალიან სწრაფი იყო თავის პარამეტრები. თუმცა ეგეც რავიანად. აი ძრავი იყო მან ალბათ ერთ-ერთი გადამწყვეტი როლის შემსრულებელი პლუს სტრატეგია და პლუს Verstappen-იც არ დავივიწყოთ, რომელმაც ეს ყველაფერი შეასრულა და სისრულეში მოიყვანა, ხო? ანა შმიტის დაგეგმილი სტრატეგია, იქ მექანიკა. რატო ანა არ არის, რატომ შემატკივარს სულ ანა შმიტი ყავს ესე რა? ძირითადი მაინც არა. ძირითადი არ არის, სხვათა შორის, არ არის მთავარი სტრატეგი. ანუ Red Bull-ს რამდენიმე სტრატეგია ყავს, უბრალოდ ესე ერთხელ ანამ ისეთი რაღაც გაარტყა, ასე ვთქვათ, მერე შემდგომი სტრატეგიები სულ რაღაც შმიც ეწერება და მთლადასი არ არის. სტრატეგი რა თქმა უნდა უამრავი. ხო და ანუ მარტო ანა არ წყვეტს ამ ყველაფერს რა, ამის თქმა მინდა და საბოლოო ჯამში კარგი გუნდი ყავს, სტრატეგების კარგი გუნდი ყავს Ferrari-ს, ჩვენ Ferrari-ს კი არა და Ferrari-ს ატყავს. პირიქით უნდა მეთქო, ანუ Ferrari-ს არ ყავს, აი Ferrari-სგან განსხვავებით კარგი გუნდი ყავს Red Bull-ს. სატყავს Ferrari-ს კარგი სტრატეგები არ არის. მოკლედ კვალიფიკაციაში ისევ ლანდოს დომინირება, თითქოს ერთი პერიოდი პიასტრი გაცოცხლდა, ხო? უნდა იბრძოლა ლანდოსთან. ბოლოსკენ, კი ბატონო, გამოცოცხლა პიასტრი, მაგრამ ლანდო ისეთი წრე აჩვენა მერე ბოლოცთაზე, რომ საერთოდ ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა კვალიფიკაციიდან და ზოგადად ლანდოს მესამე სეგმენტში ცოტა გაუჭირდა პირველი ცდა, არ გამოუვიდა, რის გამოც მეორე ცდაზე ცოტა ჩქარა გამოსვლა მოუწია. აი მაგაში ვერ დაგეთანხმები, რომ ყველა კითხვა მოხსნა, იმიტომ რომ ანტონელი ახლოს იყო. ანტონელიც ახლოს. შეცდომა დაუშვა იქ. აი ეგ. ხო, თორე და ერთი მიათად იყო, ხო განსხვავება საბოლოოდ პოულის მფლობელსა და მეორე ადგილოსან შორის და აი ანუ სერიოზული საფრთხე იყო ანტონელი, კი. ჯამში შეიძლება სპარლეინად გვიხ. ყოველ შემთხვევაში როგორც სპრინტ კვალიფიკაცია დასრულდა, ისე დასრულდა ძირითადი კვალიფიკაციაც ასე გამოგვივიდა საბოლოო ჯამში. წავედით რბოლაში და უქმეების შეჯამებაში გუნდებთან ერთად და დავიწყოთ მოდი ჩვენი ზაუბერით. ზაუბერს ჰქონდა რაღაც ორმაგი ემოციები. ჩემი არა, შენია ფენტეზიში. ჩვენი არა. ჩემი ზაუბერი ფენტეზის ხრივ ხო კატასტროფა იყო ბორტოლეტოს ამდენმა ავარიამ. საბოლოოდ ძალიან ბევრი მინუს ქულები დაწერა. ხო ბორტოლეტოზეც თქვათ ხო როგორ ანუ რა საშინელ ავარიაში მოხდა და ისევ და ისევ ფორმულა 1-ის უსაფრთხოებას ესმევა ხაზი ხო რა დონეზეა ბორტოლეტო თავისით აბსოლუტურად უნებელი ამოვიდა ბოლიდიდან და 58 ჯიმი იყო გადატვირთვა მაქსმა რომ Silverstone-ზე მიიღო იმაზე 1 GeForce-ით მეტი გადატვირთვა. კი, პირველი დარტყმა 27, ოღონდ ეს ძალიან წამიერია. კი, რა თქმა ამის რაღაც მიათასებია, ანუ 34 თუ 37 იყო პირველი დარტყმის დროს და მეორე დარტყმის დროს უკვე 57 იყო. ძალიან საშიში მომენტი იყო. არ ვიცი, აი რასაც შენამბობ მართლა რა როგორ შეიძლება ესეთი ავარიის შემდეგ 5 წუთში პილოტი თავის ბოქსებში იყო და იგიმოდეს ლაპარაკობდეს იმ მანქანას რომელიც დავწერი. ხო, ნუ ის მანქანა აღარ იყო. ნატეხებს რომ უბრალოდ შეგროვებული ნატეხები მოიტანონ ფარეხში. ანუ რამხელა დონეზეა უსაფრთხოება უბრალოდ ფორმულა 1-ში ამის წარმოდგენა გვიჭირს ხოლმე სანამ ასეთი რაღაც არ მოხდება და სანამ არ დავინახავთ რეალურად ეს ადამიანები რამდენად დაცულები არიან, მაგრამ ისიც არის ხო რომ რისკი არსად არ ქრება, ანუ 100% დაცული მაინც ვერ იქნები ვერანაირად. ისმიერ დროს იმხელა ძალებზეა საუბარი ფორმულა 1-ში ზოგადად. აგერ ჟოუს როლჰუკის იმედი ქონდა და ისე გაიხეხა ის როლჰუკი Silverstone-ზე რომ ამოტრიალდა. კი. ეს რო გზაში იქ ჯერ სად გადავარდა იქ კიდე ჟოუს ეპიზოდში
არ ქონდა ის ხანძარი არ გაუჩნდა, თორე კატასტროფა იქნებოდა იქ მართლაც. ჰულკენბერგის რბოლაც აღნიშნოთ ერთი პიტსტოპი, ძალიან მაღალი დონის რბოლა ჩაატარა ნიკო ჰულკენბერგმა, კარგი ტემპი ჰქონდა, თუმცა აი რა არის ის სტარტზე დაკარგა პოზიცია ჯერ ალონსოსთან ბრძოლაში, მერე დაკარგა ვილიამსებთან პოზიცია. მერე უჭირდა გადასწრება, თორე ტემპი ჰქონდა საკმაოდ მაღალი ნიკოს. მერე უჭირდა ამ პილოტებზე გადასწრება და სანამ ძალიან არ გადაუცდებოდეთ საბურავები, ვერ ასწრებდა, იმიტომ რომ მეორე სექტორზე იყო გათვლილი. თან ჯამში ეგ არის რომ მაინც ბრავო ჰულკენბერგს როგორ შეძლო ორბილი ტიპის საბურავად ესე ერთი პიტსტოპით გავლა მე ძალიან გამოვიდა. ხო, ლიამს საბოლოო ჯამში ლიამი და ჰულკენბერგი იყვნენ კი, რომლებიც ერთი პიტსტოპი წავიდნენ, მან მართლა ეგრე იყო. ან ერთი პილოტი იქნებოდა, ან ორი, ვინც ერთ პიტსტოპიან სტრატეგიას აერჩევდა, იმდენად ცვეთა მაღალი გამოდგა საბოლოო ჯამში პროცესში მიხვდნენ ამას და პროცესში იმასაც მიხვდნენ, თუნდაც ასტონების მაგალითზე რომ ჰარდი საერთოდ არ იმუშავებდა და ჰარდი იყო გადასაგდები ამ რბოლაში. პიასტრის ხო თავაზობდნენ. ხო. ანუ რა ეგეც ვერ მივხვდი ხო რატოს თავაზობდნენ, რა დაინახეს ასტონის ტემპში რომ პიასტრისთვის ხისტის შეთავაზება მიეცათ. დადისო ასტონიო რა გინდა. ანუ ეგ ძალიან უცნაურია. კი ბატონო, რაც პიასტრს შორის ძალიან ისე უთხრა, არა მადლობთო ირონიულად. საერთოდ არ უნდა და ჰარდზე გადასვლა. ზაუვერმა მოკლედ აიღო ორი ქულა, ჰალკი დარჩა მე-9 ადგილზე ჩემპიონატში, თუმცა გაუთანაბდა იქ ისა ქაჯარი, ამაზე ცალკე ვისაუბრებთ. ვილიამსზე გადავიდეთ, ძალიან ცუდი უქმეები ჰქონდა ვილიამსი, ალბონი თითქოს ბოლოსკენ გამოცოცხლდა, თუმცა საბოლოოდ არაფერი არ არის ათქმელი ვილიამსზე დიდად. ვილიამსი უქმეებიც ჰქონია. ბევრს ვერ ვისაუბრებთ. აი რეისინგ ბულზე ამდენად ვისაუბრებთ. ბოლდი რომელმაც სტაბილურად აჯობა თავის უფროს გუნდს, უბრალოდ ბოლოს ფერსტაპენმა ისე იარა მართლა და ისეთ კარგი სტრატეგია ჰქონდა და ახალი ძრავით უბრალოდ ფერსტაპენს ვერ აჯობეს. რეისინგ ბულსი რბოლის პირველ ფაზაში მერსედესის ტემპში დადიოდა სხვათა შორის, პლუს ამას ორივე პილოტი ქულებში, რაც ხშირად არ ხდება ხო რეისინგ ბულსში შემთხვევაში რომ ლიამმაც და ისაკმაც აიღონ თავის ქულები. ისაკი კაი ხანი მე-4 პოზიციაზე იყო, ერთ პოზიციაში იყო პოდიუმთან პრინციპში, მე იქ ჯორჯ არსელმა გადაასწრო. საბოლოო ჯამში ძალიან მაგარი უქმეები გამოვიდა რეისინგ ბულს და მე ვთვლი რომ ლიამმა კიდევ ერთი ქულა ჩაიწერა აქტივში იმ მხრივ რომ არ ვიცი იუკი ცუნოდა მე მგონია უკვე რომ დამთავრებულია იუკის კარიერა ფორმულა 1-ში და ლიამი ალბათ დარჩება და liam-ი არ ვიდი და liam-ი იქნებიან ალბათ მომავალი წლიდან რეისინგ ბულში და ისაკს ალბათ ვიხილავთ მაინც Red Bull-ში. ხო, 10 ქულა აიღო რეისინგ ბულსმა ტოპ-გუნდების მერე ყველაზე მეტი Ferrari-ზე მეტიც აიღო რეისინგ ბულსმა ინტერლაგოსზე, ესე შეგვიძლია ვთქვათ და ერთადერთი გუნდი, სხვა შორის ვინც ქულა ვერ აიღო ბრაზილიაში არის Williams. სპრინტიან საერთოდ. კი, საერთოდ 0 ქულით წავიდნენ ბრაზილიიდან. გადავიდეთ შემდეგ გუნდზე, ეს არის ჰაასი და ბერმანი. ბერმანი რაღაცა სხვა ვინმე ჩაისახა. სხვა ლეველზე ავიდა ბერმანი. მართლა სხვა ლეველზე ავიდა ეს ბიჭი. მექსიკიდან, მექსიკამდეც უკვე ეტყობოდა, რომ რაღაცა ლეველს იცლიდა. სანდვორტიდან ეტყობოდა საერთოდ და ხო, უბრალოდ აი ზანდორტის მერე სტაბილური ვერ იყო და ეხლა ძალიან ეხლა გასტაბილურდა და ყველას ერთნაირად ატარებს. ანუ ისე მოდიოდა, აი მეორე პიტსტოპის შემდეგ, არ ვიცი, ტემპი ჰქონდა ფაქტიურად მართლაც ტოპ პილოტების სისწრაფე ყოველთვის ჰქონდა ბერმანს, უბრალოდ არ ჰქონდა ეს თანმიმდევრულობა და ეხლა დაიწყო ეს თანმიმდევრულობა. თანმიმდევრულობა და მოკლედ ძალიან მალე ეს ბიჭი დიდი ხანი ჰააში არ გაჩერდება. არ დატოვებენ, კი ბატონო, დიდი ხანი ჰააში, აი ოკონს რაც შეეხება, ოკონს თითქოს ჰქონდა ბოლაში გამოცოცხლების მომენტი, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოახერხა ესტებან ოკონმა ბოლომდე საქმის მიყვანა. წავედით ჰაასიდან ალპინში. ალპინს ფოჩორს კარგი ტემპი ჰქონდა, ანუ არ იყო აი აშკარა აუთსაიდერი. ხო, რასაც დაგვაჩვია წინარბოლებში ის ალპინი ნამდვილად არ იყო.
ის კი არა გასლიმ აიღო ქულა ორივეში, სპრინტშიც აიღო და ბოლაში თითო-თითო ყოლა პინტოც ძალიან მოცოცხლებული იყო იმის მიუხედავად რა ხა არ იყო ხო იქ სპრინტშიც ამის ბრალი ნუ მოუწია იმ სოლზე მოცურება როგორც მოუწიათ პიასტრეს და ჰულკენბერგს აქ ვერც ერთ ვერ დავაბრალე პრინციპში რა იმიტომ რომ როცა გადიხარ წინა სამწრეს და იცი რომ გადიხარ ჩვეულებრივად აქ არაფერი წყალი არ არის და უცებ ხდება ესე სისველე ქერბზე პილოტს ვერ დაადანაშაულებ ხო პილოტები ვერ ხედავენ ფიზიკურად რითმში ჯდებიან მის დროს და ეგ ქერბი ჭირდება რომ გაიგოს არის რითმის ერთ-ერთი ნაწილი ზუსტად იცის როგორ უნდა ავიდეს ამ ქერბზე რა დონეზე და უცებ ხდება გუბე მან პიასტრი იყო პირველმა მან მიიღო ეს დარტყმა. ხო, საბოლოო ჯამში ალპინი ძალიან კარგი იყო, გასლიმ დაამტკიცა ეს ტრასაზე, ბრძოლებშიც იყო და გამოჩნდა რომ ალპინს რო ყავდეს კარგი მანქანა, კოლოპინტოც და გასლიც არიან ის პილოტები, რომლებსაც შეუძლიათ ხო თუნდაც ქულისთვის ბრძოლა. კი ბატონო. შეუძლია ალპინმა მოკლედ შეიტანოს აქტივში ეს რბოლა. ხო, თან კოლოპინტოც გაიფორმეს ხო მომავალი წლისთვის. ნახოთ რას შემოგთავაზებენ უკვე 26-ში ახალ რეგლამენტზე. ისიც არ გამოურიცხოთ რომ უცებ გაარტყან ისეთი რომ ძალიან მაგრამ მე მგონია რომ საერთოდ გაიყიდება ალპინი და ალპინიც აღარ ერქმევა ამ ძალიან ცუდ დღეში ეს გუნდი. აუთსაიდერია ფაქტია აშკარა. მერსედეს ძრავი რამდენად უშველით არ ვიცი. წავედით ასტონ მარტინში. ასტონ მარტინი აი ხისტი რეზინის როგორი ჰარდებით ეცვათ ისეთი ჰარდ ბოლა გამოვიდა. საიდან მოიტანეს ხისტი რეზინი მართლა არ მესმის. საბოლოოდ მაინც ქულები აიღო ასტონ მარტინმა. 3 ქულა აიღო ამ უქმეებზე. თუმცა რთული უქმეები ქონდა და მძიმე მართლაც. სტრატეგია პრინციპში არ იყო ცუდი რომ ემუშავა შემთხვევაში ხისტი ტიპის საბურავს, მაგრამ მაინც რამდენად ღირდა ერთი და იგივე სტრატეგია ორ პილოტზე ეს იყო ცოტა უცნაური რაღაც შეიძლებოდა განსხვავებული მით უმეტეს როცა ხედავ რომ მარტო შენ ირჩევ ასეთ სტრატეგიას და ტაქტიკას იქ ასეთი სტრატეგია და ტაქტიკა ოკონს და ფერსტაპენსაც ჰქონდათ მაგრამ ის გასაგები იყო იმიტომ რომ პიტლეინიდან იწყებდნენ ორივე მაგრამ ზოგადად სხვათა შორის დაკვირვებული ვარ ასტონ წევს ძალიან რთულია ჰარდით მოჭიდების პონესტანს ასტონ მარტინს რაც ვაკვირდები უბრალოდ არ არის ტოპ გუნდი ჯერ თორე იმდენ შეცდომას უშვებს სტრატეგიულს ალოსო ტყილა კი არ ყვირის ხოლმე მუდამ ერთი და იგივე და იმდენ შეცდომას უშვებს უბრალოდ ესე ძალიან არ ჩანს რადგან არ არის ლიდერი გუნდი უკვე ჩანს შეიძლება არ თქვენ თქვით თქვენი აზრი გულშემატკივარმა ანუ აი მოდი ესე ვთქვათ გულშემატკივარს კითხოთ ვინ არის რომელი გუნდი არის ყველაზე ცუდი სტრატეგიულად ფერარის მერე ხო, არა, ასტონი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს ფერნანდო პლუს ამას დაპელირებს და აჟღერებს და კიდე უფრო სტროლიც ყვირის ხოლმე. სტროლი რადიო რამდენი ხანია, რაღაც არ მახსოვს. არა, რაღაცებს ხუბობს ხოლმე. არა, ბოლოს არ მახსოვს ზოგადად სტროლის რადიო როგორ როდის გაჩუნდა. მეგონი არ აქვს რადიო, სიმსუბუქის გამო ბოლი. აუთიშეს რადიო სტროლს. სტროლს აიფონია. წავიდეთ მერსედესში იდეალური უქმეები თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ორივე პილოტმა მშვენიერი რბოლა ჩაატარა მართალია ორმაგი პოდიუმი არ გამოუვიდათ საბოლოოდ მაგრამ მეორე მეოთხე ადგილიც მშვენიერი შედეგია და მერსედესმა საკმაოდ გაიმარტივა საქმე ამითი კონსტრუქტორთა დავაში და წინ წაიწია მეორე ადგილისთვის ბრძოლაში უკვე სხვაობა არის 32 ქულა ფერარის და ფერარის კი არა Red Bulls და ფერარის გაასწრო Red Bull-მა Red Bulls და Mercedes შორის ფერარის საერთოდ 16 ქულას აგებს Mercedes-თან და ისედაც მოდი გავუსწოროთ სიმართლეს თვალი და ვთქვათ რომ ფერარი მთელი სეზონის მანძილზე ჯამურად მეოთხე ბოლტი რომ არა ჰამილტონი და ლეკლერი შეიძლება უფრო ალბონთან და საინსთან მოგვეხილა აქედან გამომდინარე მე ეს მეოთხე პოზიციაც მიყვირს გუნდს რომელსაც გრან-პრი არ აქვს მოგებული წელს და ყოველ რბოლაში რაღაცას წვალობენ მე არ მახსოვს ფერარის ადმე უქმეებზე ჩასულიყოს და მაგრამ გადავიდეთ ხო ფერარი მოუწია ესეთი არ მახსოვს ადმე ჩასულიყო ფერარი და თავი ეგზნოთ რაღაცა ითქვათ რომელიმეს რომ ყველაფერი კარგად არის რაღაც პარამეტრები დასმულია და კარგად ბრძნობთ მანქანაში თავს და ასე შემდეგ მე წელს ასეთი უქმეები არ მახსოვს რაც დრო გადის
სეზონის დასაწყისში ფერარის პილოტები ძახდნენ რომ ეს დასაწყისია მოვერგებით იმას ვიზამთ ამას ვიზამთ მაგრამ ანუ ხო ელოდები რომ უნდა წავიდეს უკეთესობისკენ ხო ყველაფერი და არა უარესობისკენ მიდის ანუ იყო თავიდან არ იყო საუბარი ანუ კარგი საუბრები იყო და რაც დრო გადის და რბოლები მოდის ანუ კარგის ძებნა გიწევს უკვე რომ აი რომელმა თქვა რამე კარგი პოზიტიური რომ იქნებ რაღაც პოზიტივი იყოს ბოლაში მაგრამ აღარც ლეკლერი აღარც ჰამილტონი უკვე პოზიტივსაც აღარ საუბრობენ ანუ არ არის არა ერთი ლეკლერმა ის თქვა რომ სეზონი ცუდად დავიწყეთ და უკეთ გავაგრძელეთო მაგრამ ეს რაღაც თავის დამშვიდებას უფრო გავს ვიდრე რეალურ სურათს იმიტომ რომ არაფერი არ შეცვლა ხო არ ვიცი იქ შესვენების დროს ველოდებოდით რომ ფერარი რაღაც დაკიდება შეცვლი და ასე შემდეგ და გამოსწორდებოდა გუნდში მდგომარეობა მაგრამ არაფერი არ შეიცვალა ისევ გრან პრის გარეშე არიან გასაგებია ეს რამდენიმე პოდიუმი 8 პოდიუმი მაგრამ მაინც ეს არ არის ხო 8 პოდიუმისთვის და 10 პოდიუმისთვის ფერარი არ გამოდის ფორმულა 1-ში ხო აგერ ვექშიც ზოგადად პოდიუმისთვის არ გამოდის ხო ვექშიც კი გახდნენ აგერ ჩემპიონები და არ ვიცი ეს ფორმულა 1 რაღაცა წყევლასავით აქვს 2008 წლის შემდეგ ტიტულს ვერ იგებენ საერთოდ რამდენი დრო გავიდა მართლა უკვე არ ვიცი რაღაც ფუძისეულად არის შესაძლებელი ფერარი ამას ვერც ერთი პილოტი ვერ უშველის და ეს ნათელი მაგალითია ჰამილტონი ფეტელი ალონსო თუნდაც ლეკლერი ხო იმის მიუხედავად რომ არ არის ჩემპიონი ყავდა გამოცდილი ჩემპიონებიც ყავდა მეგა ტალანტი მაგრამ ფერაჯ ვერაფერი ვერ ეშველა იმიტომ რომ ფაქტია პილოტში არ არის პრობლემა ფაქტია რომ ფუძისეულად ჭირდება ფერარის რაღაცეების შეცვლა. არა და რასაც დაკვირვებული ვარ, თვითონ ფერარი, როგორც გუნდი, როგორც კორპორაცია, მუდმივად პილოტებს საწმენს ხელს, ხო? ანუ ეს გამოცდილება შუმახერის შემდეგ, ანუ აი ესე ვთქვათ, პილოტებზე ტყდება ყველაფერი. ანუ ალონსო იყო და ალონსო გაუშვეს ფერარიდან. არა, ალონსო პრინციპში წავიდა თვითონ. ფეტელი არჩია. არა, ალონსო წავიდა ჰონდას პროექტისგან მაკლარენში დიდი თანხები შესთავაზეს, დაიჯერა ამ ჰონდას პროექტის და რა დაიჯერა მე არ ვიცი. მერე იყო და ფეტელი. მერე იყო და ლეკლერი უშვებსო შეცდომებს. ეხლა არის ჰამილტონი უშვებს შეცდომებს და ვერ დადის. ანუ ბოლოს და ბოლოს ფერარი ვერ დადის. არა, ესე ხო აი უფრო გულშემატკივრის მხრიდან არის. აი გულშემატკივრის გაყოფილია ხო ზოგი ადანაშაულებს ფერარის, ზოგი ადანაშაულებს პილოტებს. არ ვიცი პილოტმა რა უნდა პილოტმა რა უნდა გააკეთოს. კი, არ ვიცი ახლა ლუის ჰამილტონი რო ვერაფერს ვერ შვება ფერარიზე, მეგონი არ ნიშნავს იმას. თურმე ძალიან მაგრად შვებოდა, რასაც შვებოდა ფერარი. სოს ორი დისაიდერია, ხო ორჯერი ბრძოლა ჩემპიონობისთვის. ისე უბრუნდები იმას რომ ფერარის ძალიან ბევრი და ძალიან დიდი პრობლემები აქვს ეს არ არის მარტო ვინც გინდა მოიყვანე და მართლა ეგრეა ფერსტაპენი მართლა მანჩესტერს დარჩა ერთი ხო გონი მართლა მანჩესტერს არა მანჩესტერი უკეთეს დღეშია მე მგონი სვიცრნელიც გინდა მოიყვანო მაინც პრობლემა როა კარგი ფერარის შევეშვათ ნამდვილად სადაც პრობლემები აქვს და წავიდეთ რედბულში კი ვიყავით, მაგრამ ბევრს აღარ ვისაუბრებთ ფერსტაპენის, არ ვიცი, მეგარბოლა, ცუნოდას მორიგი საშინელი რბოლა, უფერული და როგორც შეიძლება ცუნოდას კარიერა ალბათ დასასრულს უახლოვდება, არ ვიცი, ძალიან გაუჭირდება შეინარჩუნოს. ან მე ვერ ვხედავ მიზეს რატომ უნდა დატოვო და ლოუსონი რატომ უნდა გააგდო, მაგალითად. თუმცა, ნახე მეორე საკითხია. ლოუსონი რა ყოფილიყო Red Bull-ში და ცუნოდა Racing Bull-ში. იგივეს ვისაუბრებდით ოღონდ პირიქით. შედეგები რა ქონოდა იგივე კი? ექნებოდა კიდეც რატო არ ექნებოდა? ცუდი შედეგები არასდროს არ ქონდა. UK-ის Racing Bull-ში. რა ვიცი, საერთოდ სტაბილურია. იმდენად ცუდია Red Bull-ში, რომ შეიძლება ესეც დაგვავიწყდა უკვე Racing Bull-ის კარგი რბოლები, რაც ქონია UK-ის. ანუ აი, არ ვიცი, მე არ მახსენდება ამ წლების მანძილზე. ჩხუბის გარდა ცუნოდას. ხო, UK-ის ქონოდა აი რაღაცა მეგარბოლა, აი მართლა არ მახსოვს აი ვერ ვიხსენებ რა ჩხუბის გარდა ჰაილაიტს რაღაც ტრასაზე ისეთი რაღაც ექნა აი მართლა ვერ ვიხსენებ რომ გირდეს ამ ადამიანის დატოვება ისევ დავამატებ იმას რომ მაქსმა ძალიან კარგად იარა ძალიან სწრაფი იყო მაგრამ არ დაგვავიწყდეს ძრავი პარამეტრების სტრატეგია მაგრამ ამას ვერ იზავ თუ არ ყავს მაქს ფერსტაპენი კი ბატონო ასე ნამდვილად ეხლა კი ჩემპიონებში მაკლარენში წავედით კონსტრუქტორების ჩემპიონში აქ არის სრულიად განსხვავებული სიტუაცია, ხო?
არის აბსოლუტურად ის მიასუფთა ბოდიში რა ავტობუსში როზის ერთი მოწყენილი აქეთ ხარის მოგრუბლული ბედნიერი აი ზუსტად ეგ სიტუაცია არის ახლა McLaren-ში აი კონსტრუქტორების თასი რომ მოიგეს და იქ საზეიმოდ რომ არ მივიდა პიასტრი მერე კი მივიდა აი მაგის მერე დაიწყო რაღაცა ეს აი უფრო აი რადიო მანამდე დაიწყო მაგიტომ არ მივიდა ხო რომ მანამდე რადიოში ეთხოვეს რეალურად ინტერვიუზე იყო მაგრამ შეიძლებოდა დალოდებოდნენ რაღაც რამდენი ხანი იდგა ხა იმ ინტერვიუზე პიასტრიც არ პიასტრის არა მე მივიდა ზუსტად ეს იყო რომ მე იზეიმეს ერთად მაგრამ აი რაღაც არის კარგი სიტუაცია McLaren-ში დავაგებულად არ მოხდა თუნდაც აიღე ეპიზოდი როცა ხელს კი არ ჩამოურთმევიოთ ხო კვალიფიკაციის მერე ნოვის და პიასტრის აქამდე უნდა ყოფილიყო ერთმანეთისთვის აქამდე რო ყოფილიყო შეიძლება საერთოდ ჩემპიონატი აქამდე არ მისულიყო პიასტრი გატეხილიყო უკვე თქვათ მე-6-ე მე-7-ე ბოლაში და ლანდო უკვე ჩემპიონი ყოფილიყო რანაირად ანუ ზუსტად ეგ გარი რა თუ ეს უნდა იყოს აქამდე ანუ დაავიწყდათ ამათ რომ მეტოქეები არიან სადღაც დაავიწყდათ რაღაც ძალიან მეგობრობდნენ ანუ უნდა არ ვიცი ბევრი ლაპარაკობს იმაზე რომ ფავორიტიზმია პიასტრი იჩაგრება და ასე შემდეგ შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს მაგის კი ანუ შეიძლება გაუჩნდება თან ახლა ბრიტანელია გასაგებია ბრიტანული გუნდი ხო ავსტრალიელები არიან ერთნაირი ტემპი იყო და უცებ ლანდო გავარდა ეს იქ იყო თითქოს საუბარო პიასტრი ვერ ერგება გლუზე და პირიან ტრასებს პროერგო არა ეს ასეც არის თუმცა აგერ ბრაზილია ხო არისო ანუ ბრაზილიაში არ უვლია პიასტრის ცუდად მაგრამ სადნორისი სად პიასტრი ანუ ხო სეზონის სტარტზეც გვინახავს ხო ეგრე პიასტრიც ყოფილა და პიასტრის ადნორისი ეგეთებიც ქონია ეგეთი ბოლები იცი რას დაუბრუნდი შტაბეჭლება მაქვს რომ დაუბრუნდით 2023 წლის სეზონის სტარტზე სადაც პიასტრის სწავლობდა ჯერ კიდევ ეწეოდა ნორის ისევ აი თითქოს სწავლობს რაღაცა სიმდიდრე ჩამორჩენილი არ ვიცი ბაქოს ავარია ბრაზილიაში სპრინტის ავარია ანუ ეს ხო ამას ხო ვერანაირ ფავორიტიზმს ვერ მიაწერ ხო აი უფრო თუმცა ხო არ არის ნერვიულობის ბრალი რადგან ფავორიტიზმი არის აი ეს ამას თუ გრძნობს და ჩუმად არის მაშინ ღირსია მაშინ ღირსია თუ ამას გრძნობდა და მონცაზე მაინც ატარებდა ლანდო ნორის მაშინ მე ვიტყვი რომ საუბრობდით ხო რომ ნორისის მენტალიტეტი იყო დასაწუნებელი იმ ხრივ ხო მაშინ პიასტრის მენტალიტეტი კი არა აი რა ვიცი რა ვთქვა თუ ამას გრძნობს ოსკარ პიასტრი და მე ესე წყნარად ატარებს ლანდო ნორის არ ვიცი ანუ არ ქონია ამ ჩემპიონების მენტალიტეტი და არც ღირსი ყოფილა მაშინ ჩემპიონი მხოლოდ ალპინის ლანძღვით არის ხოლმე შემოპარებული უბრალოდ აი ეგ რატო ფავორიტიზმზე ცოტა რა ის არ მაქვს იცი ალბათ თუ სადმე ეგ არის ეგ არ დაიმალება და პიასტრი ადრე თუ გვიან ამ ყველაფერს იტყვის რასაც გრძნობს უბრალოდ აი მარკ ვებერის მომენტია რა მარკს ერთი ფრთა არ მისცეს და იქ სილვერსტოუნზე ეგრევე not bad for number 2 driver ხო როცა მორჩა ეს ბოლა ანუ ვებერი არ არის ის ადამიანი რომ ან თავისთვის გაჩუმდეს ან გაჩუმდეს იმიტომ რომ რაღაცა პიასტრის დივიდენდები მოუტანოს მომავალში გუნდში დაველოდოთ საბოლოოდ რა ხდება მაგრამ არ ვიცი გამოჩნდება მე ძალიან მეცოდება აი გუში ვნახე ვიდეო ლანდო და გუნდი ზეიმობენ და პიასტრი მიდის უერთდება ამ ზეიმს და ნუ ამხნევებენ ტაშს უკრავენ მაგრამ აი შემეცოდა იმდენად გატეხილია აი არ ვიზუალურად იმდენად ძალით არის იქ რომ აი თითქოს მოდი განახოთ ლანდო როგორ თასებს იგებს აი რაღაც ესეთი სიტუაცია ძალიან შემეცოდა მართლა და არ ვიცი რა ეს თითქოს იძახნა რომ ციფრში არ არის არ ყოფილა ციფრიანი რაც არის ძალიან ცუდი ისევ მისთვის კი ბატონო მე მაინც რაღაცა აი არ მქონდა ეს მომენტი რომ ფავორიტიზმი არის McLaren-ში მაგრამ აი არა მე არ მაქვს რა მხრივ ვიცი რომ აი იქ ვიღაცები რომ ამბობენ იმას კარგი ტექნიკა აქვს ეს არის გამორიცხული აქ არის ფსიქოლოგიური მომენტი თავიდან ბოლომდე მოდი ისიც თქვათ ხო რომ აპდეიტები რომ გაკეთდა McLaren-ში ეს აპდეიტები ლანდომ უკეთ მოირგო მაგრამ ესეც ოსკარის პრობლემაა ხო რომ ლანდომ უკეთ მოირგო აი ეგეც რა მომენტია იცი ან მოირგო ან მოარგეს ეგეც მაგას ვერ გავიგებთ არა გავიგებთ იმ ხრივ რომ როცა სხვა შორის ეგ განახლებები გააკეთეს მომცამდე თუ არ ვცდები კი და მაგის მერე ადრეულ პერიოდში არა უფრო ადრეულ პერიოდში იყო რაზეც ოსკარმა ორი რბოლა უარი თქვა და ძველ შასიზე დარჩა
ძველ ზარაზე დარჩა, რომ არ უნდა ამის გამოყენება ამ ყველაფრის რა. და ხო, სწორედ ეგრბოლა მოიგო ძველ ზარაზე, რომ დარჩა. მაგას ვამბობ ზანდვორტი იყო, ხო, რომელიც მოიგო და ამის მერე ხა ეს არ არის, ხო, შენ შეიძლება არ გინდოდეს, მაგრამ ის ზარა კარგავს თავის ეფექტურობას დროთა განმავლობაში, ხო, მაგრამ აი ეს ახალი მოდიფიკაციის ბოლიცაც ვერ ვიტყვი, ხო, რაღაც აი ძირი თუნდაც განახლებები, ხო, განლაგება ამ საიტპოდების ასე შემდეგ, რაზეც ვერ გრძნობდა კომფორტულად თავს და იყო საუბარი პირდაპირ ამბობდა მაკლარენი რომ ანუ პიასტრი როცა მართლა ძალიან სწრაფი იყო სეზონის სტარტზე პირდაპირ ამბობდა მაკლარენი რომ ჩვენ ვეხმარებით რომ ლანდო მიგრძნოს თავი კარგად ბოლიდში იმიტომ რომ ლანდო სეზონის სტარტზე ყველას გვახსოვს რომ ვერ გრძნობდა მანქანას კი ოღონდ ეს იმიტომ არ უთქვამთ რომ ჩვენ გვინდა რომ ლანდო იყოს არა უბრალოდ უნდათ ორივე ერთ დონეზე ყოფილიყვნენ რადგან ლანდო ჩამორჩენაში იყო მაშინ და ну ეხა როგორ გამოუვიდათ ეგ საბოლოო ჯამში არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ტექნიკის მხრივ ესე პირდაპირ ამას კარგი ყავს ამას ცუდი ეს არის სისულელე მაგრამ ყველა ადამიანს შეუძლია იფიქროს რომ მაკლარენში არის ფავორიტიზმი არც მე ამ შეიძლება ამის საბაბიც რა ვერანაირად ვერ ხსნი ამ მონცას გატარების მონცა მართლა ჩემთვის ეს არ არის ფორმულა 1 თულად ასახსნელია რა თქმა უნდა მაგრამ არ ვიცი მაინც მე გულშემატკივრებს გონია რომ ლეგიტიმური კითხვები აქვს ფავორიტებთან დაკავშირებით და ხო ფსიქოლოგია მაგრამ ანუ აი ამ შემთხვევაში მე ისე ვბრუნდები რა აი 80% პიასტრის წარუმატებლობა ბოლო როლებში არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა აი მეც მანდვა რა ეს კიდე აი ფსიქოლოგია რა არის გუნდშიც თუ ხედავს ამას რომ აი რაღაც ლანდოს უფრო ეფერებია წყალებში ხო აი მაგრამ აი ისევ იმაზრზევა რა, აი ალონსო ამას მოტივაციად აქცევდა. Verstappen მოტივაციად საუკეთესო პილოტში რომ შედიხარ და ჩემპიონობისთვის იბრძვი, ამან არ უნდა გაგტეხოს. აი რასელმა როგორც თქვა, ჩვენ ყველა ვართ ეგოისტები. მართლა ეგოისტები. როგორც ჩანს პიასტრი კარგი ადამიანია, როგორც ჩანს. ზედმეტად კარგი ბიჭია იმისთვის რომ იყოს ბოროტი ფორმულა 1-ში. ფორმულა 1-ში ბოროტი უნდა იყოს. და მე კეთილი პერსონაჟი ფორმულა 1-ში არ მახსოვს. ფეტელი ხო გამოვიდა. როგორ დააყენა მწკრივში 20-ვე. ხო, ანუ აი ბოროტს ვამბობ ჭალებში რა, რომ აი ყველას აქვს თავის ერთი ცოდვა ფორმულა 1. ფეტელი რომ ბოროტი იყო Red Bull-ში ეგეთი უთასი ბოროტე. და აი პიასტრიზე აი ცოტა ის მაქვს რა, შეცოდების მომენტი მაქვს ძალიან მეტაძვიგენი უნდა იყოს ალბათ. წავედით ჩვენს რუბრიკებში დღის გასწრებამ. ნო ბერმანი ლოუსონზე ჯერ ლოუსონს ეგრე გასწრო და მე მან ჩაეტიო პირველ მოსახვევში ძალიან რთული. როგორ დასრულდა სპრინტზე ბერმანი ლოუსონის ხო და აი მან იყო საბოლოო რევანში. კი, რევანში თავზე მოძალაც არ ქონდა ლოუსონს თორე გადასარევი. არა, იქ ერთი მომენტი გადამოვიდა და მე მიხვდა რომ ლოუსონი იცი რა საკეთებს ხო? მე გარედან რო უტევენ, დაკვირვებული ვარ რა და შიგნით რო არის ანუ არ აძლევს პილოტს საშუალებას რომ ჩაუტეხოს მოსახვევი ასე ვთქვათ რა ანუ ბოლო წამს იწევა პილოტისკენ და მერე იწყებს მოხვევას ანუ აშინებს რეალურად ხო თუმცა ამის გამო ბევრჯერ ისე კონტაქტიც მოუვიდა კი კონტაქტებიც ხო რაღაც თავის სტრატეგია აქვს თავისი ადგილი აქვს მონიშნული და ძალიან უხდება ლიამ ლოუსონი ფორმულა 1-ს მე თუ მკითხავ. ხო, ყველა მიცის ლიამი როცა არის წინ, ესე მარტივად ვერ გაასწრებ. ანუ აუცილებლად პასუხს მიიღებ. აუ ეს ლიამია რაღაც. ტიპიკალ ლიამ, როგორც თქვა ბერმანმა და სოჭის ლიამმა პატარა ბავშვად მოიხსენია ბერმანი. არის კიდეც. არა, არც თვითონ არის ძალიან დიდი. არც თვითონ არის დიდი, თუმცა მაინც მესამე სეზონია ფორმულა 1-ში. კი, სრულ პირველ სეზონს ატარებს, მაგრამ ბევრი არ არის. შენი ვინ იყო? ჩემი გადასწრება იყო პიასტრი ლოუსონის. კი, იქ ეს ლოუსონი დავჩაგრეთ. პიასტრი ლოუსონის იქ იყო ლოუსონი ცოტა კი არა, საერთოდ რეზინის ზედაპირი აღარ ქონდა საბურავის კარკასს. თუმცა ეფექტური იყო თვითონ გასწრება და ლამაზი იყო, რადგან არ იყო ეს DRS-ის ზონაში გადასწრება.
ეს ბოლელი? დღის ბოლელი, არ ვიცი, მე Verstappen-ს გარდა ვერ ვარჩევ, ვერავის. მე მაინც ხო, ჯამში მაქსია ხა რა თუნდა მაგას კამათი, მაგრამ აი რაღაც მაინც წავედი ცოტა დავულა და მაინც ჰულკენბერგია ჩემთვის წყნარად ესე. საერთოდ მე ანტონელის მეგონა იტყვი. არა, ანტონელიც ხო და აი ზედარიგებში ხა რანამუს თუნდა მეთქვა ანტონელი როცა მაქსი იყო ერთ მომენტში ხო? და აი რაღაც უკან წავედი და ჰალკი იყო ძალიან კარგი რა უკნა ეს ერთპიტიანი სტრატეგია და იყო. კი, ლოუსონიც, მაგრამ აი ჰალკი უფრო არა ლოუსონიც იყო ჰალკი უფრო მეტ ლოუსონი უფრო დიდხანს დადიოდა სუფთა ჰაერში. ხო, მაგრამ აი ორჯერ როგორ გაასტრესა. ჰალკს სუფთა ჰაერში არ უვლია. მთელი რბოლა ან ალბონს ჯერ ალონსო მერე ალბონი მერე მოკლედ ანუ სუფთა ჰაერში ხო, მაინც ჰალკი მოკლედ. ლოუსონს ერთი მომენტი ასწრებდა და ეგ გაუკეთა. ჩაუჭირა. ფაქტიურად გადააგდო ტრასიდან. მათ ჰალკი რო შეყოლოდა უეჭველი კონტაქტი იქნება. ვერავსდებოდით. საბურავში გვაქვს თემა პიასტრი, ანტონელი, ლეკლერის ეპიზოდი. თქვენი აზრით გვაინტერესებს ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, რადგან აქ და ზოგადად რაჭის პიასტრის აიბოდიში. ესეც გითხარით. თქვენი აზრი გვაინტერესებს, იმიტომ რომ მართლა ჩვენს რაღაც სწორაზროვნად ვფიქრობთ, ანუ ჩვენს საბოლოო ჯამში ვერ ხვდებით რა ხდება, ხო, როგორც ყველა. აქაც არის საუბარი სოციალურ ქსელებში მე ბევრგან წავიკითხე, არა ერთი გულშემატკივრის აზრი. ანუ აქ იცახიან რომ პიასტრი აქაც დაიჩაგრა როგორც ჯარიმაზე. რადგან იქ თითქოს იყო ადგილი პიასტრისთვის გასავლელად და თითქოს ანუ შეიძლებოდა არიდება თეორიულად თეორიაში მაქსიმუმ ყოფილიყო საბოლოო ინციდენტი. არა, ვინმე სპრალეულობა სხვისი გამორიცხული იყო. აქ იმიტომ რომ აპექსზე პიასტრი უკან იყო დაიბომბს აკეთებდა რასაც ქვია და ორი ბოლიდი ყავდა გვერდზე, როცა ერთს უტევ, სხვა არის, როცა ორს უტევ, იქ მეორე ბოლიდი შუაში ვინც ხდება, სენდვიჩდება და ნებისმიერ შემთხვევაში ურთულეს მდგომარეობა, წასასვლელი არსად არა. ქონდა ანტონელი საკმაოდ. ხო, მაგრამ არა. კარგი დიდი ადგილი ქონდა, ერთი ბოლიდის ჩასატევი ადგილიც ქონდა, მე ვნახე მე. უბრალოდ მანდა ერთი მომენტია რა. აპექსზე არ იყო წინ. აპექსზე არ იყო წინ და არ იყო ვალდებული კიმი, გამოსულიყო ლანდო ნორისის სლიპსტრიმი და ლანდოს სლიპსტრიმში მე მგონი ლეკლერი იყო. არა, ანტონელი იყო. ანტონელი და მერე ლეკლერი გარეთ. ხო, გარეთ კი. ანუ მაგას ვამბობ, ლანდომ რა ტრაექტორიითაც გაიარა, იმ ტრაექტორით გაყვა კიმი. არანაირი ვალდებულება და აი რატოც ბრალდება რომ ცოტა აქეთ შემოვიდა პიასტრისკენ ზუსტად ეგ იყო ლანდო სლიპსტრიმის დაკარგვა არ უნდოდა და არც ქონდა ვალდებულება რომ იქ პიასტრიზე ეფიქრა ეს იქ იმ თეთრი ბოლი უკვე ნიშნავდა იმ შეცდომის აღიარებას მე ესე ვუყურებ რა მაგრამ აი მაინც როგორი მომენტია ეს წესია რა, წესით მოუგო კინო. ეს ბიჭები დადიან წესების მიხედვით, ხო? ეხლა ჩვენთვის შეიძლება არ იყოს სამართლიანი რაღაცები, მაგრამ ამათმა იციან წესებით როგორ უნდა მოიქცნენ, ბრიფინგზე განიხილავენ ყოველი რბოლის წინ და ყოველი კვალიფიკაციის წინ ყველაფერს და იციან წესების მიხედვით როგორ იქნებიან მართლები, თორე 1000 ჯერ გვაქვს ნათქვამი, გაცვეთილი გვაქვს ეს ფრაზა უკვე რომ რამდენად წესები არის სწორი, ეს კიდე ძალკეთილი. კი ბატონო. ყოველ შემთხვევაში აპექსზე პიასტრი იყო უკან. აი ეს არის აქ გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი და ხო ანტონელის ბრალეულობა აქ ვერ იქნება. აი 10 წამი მაინც აი ძალიან აი ხარშეურია რა. სასჯელი არის ძალიან კაცრი სასჯელი არის 10 წამიანი ჯარიმა. მოკლედ პიასტრის ძალიან ცუდი პერიოდი აქ ფორმულა 1-ში. როგორ არის არა გმირობიდან შეიძლება უცებ ფორმულა 1-ში ესე ანტიგმირი გახდეს სეზონის from hero to zero. სეზონის დასაწყისში პიასტრი ფავორიტად ითვლებოდა და რამდენი გულშემატკივარი გაიჩინა და როგორ აიწია მისმა ფასმა ხო ფორმულა 1-ში ასე ვთქვათ და უცებ რა ხდება. არაფერი დაბრუნდება ოსკარ პიასტრი. მეც გონია რომ დარჩენილ ბოლებიდან ისე აი არის დარჩენილ ბოლებიდან არის მაგრამ ერთს საჩემპიონო რბოლა აქვს, ანუ გასაგებია რომ ბევრს აგებს, მაგრამ არ ვიცი, უნდა მოიკრიბოს ძალღონე, სხვანაირად არ გამოვა. არ ვიცი. მაგრამ ანუ მოდი პიასტრი ანტონელიზე საუბრობთ ლეკლერმა რა დააშავა აი ამ ეპიზოდში. ბრაზილიური ტიპი უხვევდა გარე ტრაექტორიიდან უტევდა ნორისის სლიპსტრიმში ჩადგა თავისთვის მიდიოდა და ესროლეს ანტონელი. არა ხო.
ანუ ის საბურავიც რომ გაძვრა და მოგორავდა, ანუ იგივე ის გამიჩნდა ფეტელი და ლეკლერი რომ შეეხენ, უბრალოდ შეეხენ ერთმანეთს და ორივე რომ დაიშალა. არაფერტმა სერიოზული. აქ დარტყმა ლეკლერი ონბორდიდა რა უყურა, ცოტა კომიკური უცებ რაღაც გეჯახება. საშინელი შეგრძნება იქნება. მაგრამ შეჯახებაზე გამახსენდა ჰაჯარის და ოკონის ეპიზოდი, ოღონდ არასარბოლა თავიდან რაღაც საჩვენებელი რბოლა რო ქონდა, როგორ კივის ჰაჯარი რო უახლოვდება ოკონის შესაჯახებლად. მოკლედ აქ ფერარის უკვე დაღმართში დაეწია ხვა. კი ბატონო. გაუფუჭა იქ მთლიანი რბოლა არ და მესამეზე მიდიოდა შალი კიდევ ერთი პოდიუმის შანსი ჰქონდა. რატომ სეზონში ფერარის. ვინიც ის რბოლაში საერთოდ საინტერესო იქნებოდა რა. თან ხისტით არის. ხო, ესეც თავად. წავედით ჩვენ ტოპ 5 რუბრიკაში, სადაც ავარჩიეთ მე და პატამ ბრაზილიური ემოციები. ტოპ 5 ბრაზილიური ემოციები. სამბა, როგორც სტარტზე გქონდა, მაგრამ მე ცოტა ნელი სამბა გახდა. ვაუსში გადაიწყო. მეხუთე ადგილით დავიწყოთ და დავიწყოთ 2007 წლის ბრაზილიის გრან პრით, სადაც რეალურად წყდებოდა ჰამილტონი, რაიკონენი, ალონსოს შორის ტიტულის ბედი. აქ ძალიან საინტერესო რამ ხდებოდა. რაიკონენს სჭირდებოდა ნებისმიერ შემთხვევაში მოგება. ალონსოს სჭირდებოდა რაიკონენზე წინ დასრულება და ჰამილტონს უბრალოდ სჭირდებოდა, როგორც მახსოვს, 3 ქულის აღება. ხო, სტარტამდე გახთარიყო ჩემპიონი. ყველაფერი დატრიალდა რაიკონენის სასარგებლოდ, ანუ რაიკონენი აგებდა, უბრალოდ ორი ქულის აღება ჭირდებოდა ჰამილტონს. რაიკონენი აგებდა 19 ქულას ორი რბოლით ადრე. მან იყო 10 ქულიანი სისტემა და გახდა ჩემპიონი საბოლოოდ. აქ საინტერესო რა არის, ცი ალონსო მეორეზე მიდიოდა მაკლარენში იყო, მაშინ და მის თანაგუნდელი იყო ლუის ჰამილტონი. უბრალოდ რომ გადასულიყო და არ ყოფნიდა იცი. კი ყოფნიდა. მეგონი გრან პრი ქონდა მეტი მოგებული. ერთი ქულით წინ გადიოდა. ამ შემთხვევაში ლუის ჰამილტონი კი და ხდებოდა ჩემპიონი. ანუ რეალურად ალონსო რომ გადასულიყო ტრასიდან, ალონსოს ხდიდა ჩემპიონს. ხო, ვერ გახდიდა. არ გახდიდა. ხო, მან მიდიოდა. არ გახდიდა არც თან მაგწლის სიტუაციის მიხედვით. კი, ეს იყო წელი, სადაც ყველაფერი მოხდა მაკლარენში, საერთოდ ყველანაირი ქულები აართვეს მაკლარენს მაგ სეზონში ამ ყველაფრის გამო. ეებიც ხდებოდა. მეოთხე ადგილზე ყავს 2012 წლის ბრაზილიის გრან პრი, რომელიც კიდევ ცალკე ბევრი დრამა იყო მაგ რბოლაში, სასტარტო დრამა ბრუნო სენას და ფეტელის კონტაქტი, ფავორიტი გახდა მანდ უკვე ალონსო მაგ მომენტში ტიტულის. შემდეგ იქ ძალიან საინტერესო იყო მანდ ჰულკენბერგის რბოლა, რომელიც აი ნორის რო ტემპი ქონდა და ახლოვებით ეგეთ ტემპი ქონდა მანდ ნიკო ჰულკენბერგს როგორც ფორცინდიათ. ზოგადად სეზონი იყო 2012 ძალიან კარგი. ბრუნო სენამდე ვებერი იყო მთავარი მოქმედი პირი, ვინც დაბლოკა ფეტელი. ზუსტად მაგ რბოლაში იყო სხვათა შორის, რაც პიასტრის უნდა გაეკეთებინა, ალონსომ გააკეთა ვებერი მასასთან, პირველ მოსახვევში ეგრე გაასწრო ორ პილოტს. მოკლედ ეგ რბოლა იყო ერთ-ერთი საუკეთესო და ალბათ ერთ-ერთი ის რბოლა იყო, სადაც შუმახერმა უმყივნეულოდ გაუშვა ფეტელი პოზიციისთვის ბრძოლაში, ხო. კი ბატონო. და ალბათ მაგ რბოლის მთავარი პოსტერი არის ფერნანდო ალონსოს სახე. ხო, ბოლო სახე ფერნანდო ალონსოს და ფეტელის კამბექი ხო, ორჯერ და კამბექა მაგ რბოლაში, ერთი ბრუნო სენასთან კონტაქტის შემდეგ და მერე იყო, როცა საბურავი გაუსკდა და კიდე მოუწია რბოლაში და კამბექება. და ისე ჰულკენბერგის ტემპს გავიმეორებ ნორისთან კი არა. ჰამილტონთან მოვიდა კონტაქტი, თორე შეიძლება მოიგო საერთოდ ფორსინდიათი ეგ რბოლა ნიკო ჰულკენბერგს ესეთი ტემპი ქონდა. ჯამში ბატონმა მოიგო ეგ რბოლა. ბატონმა 3 რბოლა მოიგო მაგ სეზონში, ავსტრალია გახსნის რბოლა მოიგო, შესვენების სპა მოიგო და ბოლო ბრაზილია სეზონის. წავედით მესამე ადგილი. დრამის, არ ვიცი, პიკი. Is that Glock? ეგ ტექსტი, სადაც ლუის ჰამილტონმა მოიგო თავისი პირველი ტიტული, თუმცა 200 არა, თუმცა 500-600 მეტრით ადრე მოიგო
თავისი ჩემპიონატი ჰამილტონმა, იქ როგორი გარდამავალი ემოციები იყო ბოქსებში, ეს არ მოვიწყდება ფერარის და მერსედესის, ჯერ მაკლარენის, ჯერ ფერარიზე იმობდა ტიტულს, მასას ოჯახი და შემდეგ უკვე ნიკოლ შერზინგერი, ორად იყო გაყოფილი ეკრანი და ორივე მხარეზე იმობდა რაღაც პერიოდი. მან საინტერესო იყო თვითონ რბოლაში ფეტელი კუბიცა, რომლებიც ებრძოდნენ ჰამილტონს ერთი წრეზე იყო ჩამორჩენილი, მე ფეტელი ბრძოლაში იყო, მაგრამ ფეტელმა გადაასწრო. გადაასწრო და ლუისაც როგორ უჭირდა და როგორი ირონიაა, ხო? 2007-ში სადაც დაყარგა ჩემპიონატი ერთი ქულით, იქ 2008-ში მოიგო ზუსტად ერთი ქულით და მართლაც აქეთაც ზეიმი იყო, იქეთაც ზეიმი იყო, ვერავინ ვერ მასას გადამოგებული ქონდა რბოლა, როცა უკვე ჩემპიონი იყო. მასამ რო გადაყვეთა ფინის ხაზი, ჩემპიონი იყო. უბრალოდ ტიმო გლოკი დახვდა ბოლო სექტორში. ის ჰამილტონს საჩუქრად. ანუ მოქმედი ჩემპიონი, provisional როგორც იტყვიან, ჩემპიონი იყო ფელიპე მასა. მეორე ადგილი, ანუ აქ გვინდოდა ტოპ 5-ში ცალცალკე შეგვეყვანა ეს, თუმცა ვერ გადავწყვიტეთ რომელი უფრო მაგარი იყო და მოდი გულშემატკივრებმა გადაწყვიტეთ თქვენ. ეს არის 2021 წლის ლუის ჰამილტონის ბრაზილიის გრან-პრი და 2024 წლის მაქს ვერსტაპენის ბრაზილიის გრან-პრი. აი რა არის, იცი? იქ მშრალი იყო, აქ სველი იყო. აქ სისველე დაეხმარა მაქს რაღაც 24-ში. თუმცა იქ გავიგეთ, რომ ძრავი შეუცვალეს ჰამილტონს, მაგრამ და 400 კილომეტრიანი მარათონი ქონდა მე-20 ადგილიდან რბოლის მოსაგებად და ეს ყველას გონია რომ რბოლა მოიგო ლუისმა მე-20-დან. სპრინტი დაიწყო მე-20-დან ლუისმა, მაშინ სპრინტის შედეგის მიხედვით დგებოდნენ რბოლაში და მე-10-ზე გავიდა სპრინტზე და რბოლაში მე-10-დან მალევე გადავიდა პირველ ადგილზე და სხვა შორის მაქსი არ უთმობდა მაინც ამ პირველ ადგილს ლუის ჰამილტონს 21 წელს და ბოლოს მაინც გადაასწრო ჰამილტონმა რამოდენიმე კონტაქტი ქონდა ჰამილტონს და ვერსტაპენს. არა ძალიან მაგრადია რა ეგ რბოლა გასაგებია. აი რაღაც ეგ რბოლა ამ მაქსის გამოსვლას უფრო გავდა რაც ქნა ამ რბოლაში სასწაულად. არ ჩემთვის 2024 წლის ბრაზილია აი სარვი ხუთეულშია ალბათ იმ რბოლებიდან რაც არის ჩემთვის ტოპი საერთოდ ფორმულას ისტორიაში რაც ნანახი მაქვს ხა არ მიუყვები 80-იან წლებს და 70-იანებს. ანუ ერთ-ერთი შედევრი იყო, არა მარტო იმიტომ რომ მაქსმა მოიგო იქ, ხო რა ალპინთან ერთად იდგა პოდიუმზე. სხვა შორის მან აი თვითონ ბოლა იყო რაღაც ასწავლა. მან ბოლო safety car-ი რო არ ყოფილიყო, შეიძლება უკოს მოიგო ეგ რბოლა საერთოდ. მაქსი ამბობდა რომ ანუ ვერ ეწეო და უკოს და ვერ ასწრებდა. წარმოიდგინე უკოდი ფაქტიურად ახლოს იყო როგორ მოგებასთან. ავედით პირველს. წავედით პირველი ადგილი და პირველზე შენ ისაუბრე. ხო, 91-ის სცენას გამარჯვება ბრაზილიაში, არ ვიცი, ამაზე ემოციური ინტერლაგოზე ალბათ არაფერი არასდროს არ მომხდარა, როცა გაჭედილი მე-6-ე სიჩქარით აირტონმა მოახერხა და საბოლოო ჯამში მოიგო ის რბოლა, მენსელს გაუფუჭდა თავის უილიამსი, პატრეზეს არ მისცა ახლოს ისulis საშუალება და რა ემოციაც იმ დღეს აჩუქა სენამ თავის გულშემატკივარს, არ ვიცი, აი მე შევადარებდი აი რაღაც საქართველოს ნაკრების ბოლო დროინდელ საფეხბურთო წარმატებებს, აი სპორტული კუთხით რომ ავიღოთ, ალბათ აი მთლიანად ერი, როცა ბედნიერი ვიყავით, ეს იყო ევროპის ჩემპიონატი და მანამდე საბერძნეთთან როცა გავედით, ხო, ევროპის ჩემპიონატზე და აი რაღაც აი ესეთი მომენტი იყო ბრაზილიელებისთვისაც ახლა ფუფუნება ფეხბურთიდან იმათ არ აყოლდათ, მაგრამ აი ფორმულა 1-ში და ზოგადად სცენას კულტი რამხელა რაღაც იყო მათთვის. აი 30 წელზე მეტი. აი რაც გაუკეთა სცენამ საჩუქარი ამ 91 წლის არ ვიცი ფეხზე ვერ იდგა, თას ვერ იჭერდა, კისერს და მხრებს ვერ და ჩვენი კოლეგის ცნობილი ფრაზა აირტონ სენა დუ ბრაჟიუ. ფენტეზიში მე არ მინდა შენ ისეთი მოკოკილი ხარ მე რაღაც ანგავარტყი პარამეტრები ჰულკენბერგივით მე გავნადგურდი სრულიად შენთან ხო ცოტა რადიკალური ცვლილებები მქონდა მე ვერსტაპენი ჰაჯარი ალონსო ყოლაპინდო ცუნოდა და ეს გუნდი მყავდა მაკლარენი და ჰაასი თვითონ გუნდები და ჯამში ამიღია 264 ქულა 2 გზე მყავდა მაქსი და მაქსის ხარჯზე რომ ბევრი გადასწრება შეასრულა და თან პოდიუმზე ავიდა საკმაო ქულები მომიტანა მაქსმა იუკიმ აი ერთი კოლაპინტომ გამამინუსა აქ ნამდვილად მომიგე
-16 ხო. ორი აზრი არ არსებობს. ანუ მე საუბერი მყავდა და ბორტოლიტო ორჯერ გამოეთიშარ ბოლოს ჰულკენბერგის კარგ ბარბოლამ საუბერს ვერ უშველა. -14 ქულა დამიწერა, ფრანკო კოლაპინტომ -16 ქულა დამიწერა, სპრინტზე დაზიანების გამო ოსკარ პიასტრიმ -1 ქულა დამიწერა, სპრინტზე ავარიის გამო და მაკლარენი მქონდა ნორისი და პიასტრი არჩეული. თითქოს ერთი შეხედვით ძალიან მაგარი არჩევანი, მაგრამ აგერ ხო ხედავ. გამნადგურე ეს უქმეები. მე რო ეხლა ვინმეს ავერჩიე გუნდის თავკაცს, აი ბრაზილიის გრან-პრის მე ეს დიდი ალბათობით გამაგდებდე. იმიტომ რომ ბოლოსკენ შევინახე ეს გადაცვლების ბარათი, რითიც პილოტებს ცვლი დამატებითი და რაღაცა ჩავხლართე, რაღაცა საოცრად ძალიან კარგად მქონდა გუნდი დაალაგებული. რაღაცები ჩავხლართე და აი მივიღე ეს. ასეულიდან გავარდი საერთო ჯამში და ეხლა გუნდიდანაც გამაგდებენ ალბათ. Racing Bulls-ის მწამდა ძალიან რაღაც დაგიმალო უბრალოდ ლოუსონი აღარ მომდიოდა იქ ფასი არ მქონდა მაგდენი ფული და სხვა შორს ლეკლერი ანტონელი ამოვაგდე და მაქსი ჰაჯარი ჩავსვი ანტონელს ვერ დავტოვებდი მაშინ მაქს ვერ მოვიყვანდი იმიტომ რომ რაღაც მექსიკის მერე მეგონა რომ Red Bull-ი უნდა ამაზე მე შედეგს ველოდი რაღაც დაგიმალო მე შედეგს რა მოგებას ველოდი მაქსისგან რადგან რაღაცა ჩემპიონო შანსებს მეგონა რომ შეინარჩუნებდა უფრო უკეთ მეტქულაში შეამცირებდა ეს მეგონა, მაგრამ ჯამში არ გამოვიდა ასე. ეხლა კი წავედით ვეგასში. ღამის ვეგასი, რომელიც სხვა გვექნება დილით. თბილისის დროით დილით გვექნება. აქ შეიძლება აირიოს კიდევაც თვითონ პილოტებს არ ერევათ ხოლმე დღე საათის მხრივ რა დღეში არიან წარმოვიდგენია ამ მხრივ ანუ ჯერ წადი 24 ქვეყანაში წლის მანძილზე და მარტო მანდ ხო არ მიდიან მარტო რბოლებზე სხვაგანაც ხო დადიან სხვა ქვეყნებში ძალიან რთულია ანუ ფორმულა 1-ის პილოტობა რა რთული იქნება წარმოიდგინე გარდა იმისა რომ რბოლებზე იარო რამდენი PR კამპანია იქნება და რამდენი მარკეტინგული კამპანია იქნება, რომელიც სავალდებულო იქნება პილოტისთვის. ამიტომ არიან წინააღმდეგი კალენდარი რომ გაიზარდოს, სპრინტები რომ დაემატოს, ამიტომ არ უნდათ ამ ყველაფრის გაკეთება, იმიტომ რომ ხო რა ადამიანები არიან ესენიც ხო. ოჯახთან ატარებენ, რა ვიცი, ორ კვირას. საერთოდ ფაქტიურად ანუ ოჯახი იმიტომ დაყავთ. არ გამოდის. ვეგას დიდი ისტორია არ აქვს, ორი რბოლა ჰქონდა. ვეგასში ერთი მოიგო Verstappen-მა, მეორე მოიგო Russell-მა და აი სიცივე თუ იქნება ვეგასში, რომელიც როგორც შარშან იყო. შარშანელ სეზონში გაიხსენე როგორი დომინანტი იყო ჯორჯ რასელი ვეგასში. დომინანტი და კარგია რომ ის ჭები დაადუღეს კი ბატონო. არ აქვს დიდი ისტორია, მოკლედ ვეგას მაკლარენს არ აქვს მოგება ვეგასში და ვნახოთ ამჯერად რა იქნება. ეს არ გამოვრიცხოთ რომ რთული რბოლა კონდეს მაკლარენს კი ვეგასში. რადგან ბევრი სწორი მონაკვეთია, კი ბატონო, ბევრი სწორი მონაკვეთია და საერთოდ დაიჯერე გინდა რა პოდიუმზე არ არის მაკლარენი ნამყოფი ვეგასში. ხო და ეს მე მგონი ეს სტატისტიკა გამოასწორებს მაკლარენი ვითომ არ ვიცი მე ძალიან პიასტრის გავწურავ ძალიან არაპოპულარულ აზრს ვიტყვი ანტონელი იგებს ვეგას შეიძლება არ არის გამორიცხული ალბათ ყველაზე ერთ-ერთ ყველაზე არაპოპულარულ აზრს ვიძახი არ არის ეგეთი არაპოპულარული არ არის კიმის დაფასება დაიწყო ხალხმა კიმი მიხვდნენ რომ პატარა კიმიც აი ბერმანივი სხვა ლეველზე ადის რა ანუ ის კიმი აღარ არის ეს კიმი ცოტა ეთყობა ეს და ანუ ბოლოს ამ ბოლო რა აი როგორ არის იცი მერსედესში თუ იგებს უკვე აღარ ამბობ რომ აუ უეჭველი რასელი არა აი ზუსტად ეგ უნდა მეთქვა რა ანუ თუ ამას უყურებთ რომ ბოლორბოლებია ანტონელი რასელთან თუ არ ჯობნის თანაბრად მიყვება ხო თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ანუ ეს უპირატესობა ჯერ მცირდებოდა რასელს და ანტონელის შორის და ეხლა არ გამოვრიცხოთ რომ სეზონის ბოლო ანტონელის ხარეზე იყოს მერსედესში. აი შორს არის. რა ეხა გეტყვი რას? აი რაღაცა მაინც. გეტყვი რას ვიდა? ჯერ რასელთან. სხვა რამეს ვიდა. რასელი სეზონს აღარ გააკლავს თავს. მაგას ნამდვილად. ეს ერთი, იმიტომ რომ მეოთხეზეა. ესე მაგიტომ ჩანს.
არც უკან ემუქრება არაფერი, არც წინ ემუქრება და დიდად ეხლა რასელს მეოთხეზე და გასვლა. მეორე ადგილზეც კონსტრუქტორებში მოდი ვთქვათ, რომ თავის მოკლა ხა Mercedes არ უწევს, კი. ვერ ვიტყვით, რომ აუ მაგრად იბრძვიან და ცდილობენ. არ კონკურენტი არ ყავთ ხო? ამიტომაც არ გამოვრიცხოთ, რომ ანტონელი ვიხილოთ გამარჯვებულებში. ყოველ შემთხვევაში პოლ პოზიცია, მაინც რო აიღოს ანტონელიმ, გახდება ფორმულა 1-ის ისტორიაში პირველი თინეიჯერი პოლ პოზიციის ფლობელი. თინეიჯერი გამარჯვებული ყავს მაქს ფერსტაპენმა ესპანეთში მოიგო 18 წლის ასაკში. ნახოთ ანტონელი თუ შეუერთდება. შენ პირ შაქარი იცი როგორც გამიხარდება ეს ყველაფერი. შენ ძალიან გიყვარს ანტონელი. მაკლარენი მგონია და ანუ ეს აქ ხო ერთს ვიძახი და ეს როგორი ფერარი მაქვს ხოლმე იცი ეს არის შლება ეს ფერარი ყველა ბოლოში. ფერარი ყველა ბოლოში როგორც ფერარი აქვს სული ვიღაცა. ფერარიზე მეტად შენ გჯერა მე. აი მაქსიც სივით მაგრამ რაღაც ვეგასური ამბებით აი რატომღაც აი რა არის იცი? იქ აცივდება, კაი მაკლარენი ვერივლის, მერსედესი აჩქარდება, იქ რაღაცა რა, ყველაფერი დაალაგდება ვარსკვლავი ფერარისთვის, ფერსტაპენი გამოფრინდება, იქ ანუ არ არის ერთხელ ხო უნდა გავარტყო ფერარი. არ შეუძლია. ანუ წელს ლეონდო სეზონში ამ გუნდს არ შეუძლია. მე მოდი ესე. აა Red Bull-ი საერთოდ ჩამოვწერეთ მაქსი. მე ვერ ჩამოვწერ. ვეგასში ნამდვილად ხო და მაგითო ვიძახი ნამდვილად ვერ ჩამოვწერ. ვეგასში არ გამოვრიცხოთ მაკლარენს რთული ბოლა კონდეს. ჩემი სუბიექტური აზრია. ანუ სუბიექტურობა რა დგინდა კაცო. კონფიგურაციიდან გამომდინარე მაკლარენს ანუ ეს მე მგონი კარგად მოუგიათ ეს ორი ეტაპი. ეს ორი ეტაპი ხო? ვეგასი ემთხოვდა. არც კატარია ნელი. მოდი რამე დავდგები ოსკარ პიასტრიზე მაინც. არ მინდა რა ესე უმუღამოდ დასრულდეს სეზონი და არ მჯერა რომ ნორისი ესე მიაბავს გამარჯვებებს და ესე უნდა გახდეს. არ ვიცი, მაინც მინდა რომ იყოს ბრძოლა რა ველოდები ამ ბრძოლას. გავწურავ პიასტრის ბოლომდე და იქნებ ვეგაში გადატეხოს სიტუაცია და აქეთ ფერარი რა თქმა უნდა. ნახოთ, დაველოდოთ, თქვენს დაწერეთ თქვენი აზრი, ვის ფიქრობთ რომ ვეგასში იქნება სწრაფი. ეს კი იყო გადაცემა ბოქსები პატასთან და ლიოსთან ერთად. ვეგასამდე. Ciao.